და ისევ საქართველოს მთელი ღამის განმავლობაში უხვინალექის გამო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა დედაქალაქის შემოგარენში. ტექნიკური მარილი დაიყარა წყნეთის დასახლებაში, კიკეთში, კოჯორში, ტაბახმელასა და შინდიში. თბილსევრების ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაოების ფონზე სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება არსად დაფიქსირებულა. 21-23 მარტის მდგომარეობით გამოცხადებული არის ინტენსიური თოვა თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, თბილისევრების ჯგუფის ყველა თანამშრომელი, ასევე მძიმე ტექნიკა მობილიზებულია იმისთვის, რომ 24 საათიან რეჟიმში გავწმინდოთ როგორც თოვლი, ასევე სავალი ნაწილები დავამუშაოთ ტექნიკური მარილით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხება არ ყოფილა არც ერთი მიმართულებით და ყველა მიმართულებით გაგრძელდება ინტენსიური ზედამხედველობა, რომ ყველა მოსახლეს, რომელიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს, ასევე ტრანსპორტს, ყველა სახის ტრანსპორტს შეეძლოს თავისუფალი გადაადგილება და მოუწოდეთ მოსახლეობას 24 საათიან რეჟიმში ცხელ ხაზზე მოგვაწოდონ შეტყობინებები.